ვინაცვლებთ ტრადიციულად, რაც ბოლო 3 დღე არის საქმიანი დილას ეთერში ვიწყებთ ჩვენს გადაცემას ახლო აღმოსავლეთში ირანზე შეერთებული შტატებისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისი გლობალურ ნაოსნობას უდიდეს დარტყმას აყენებს კონტეინერ მზიდი ოპერატორის Ocean Network Express One-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯერემი ნიქსონის განცხადებით ამ დროისთვის სრუტეში არის ბლოკირებული 750 გემი დაახლოებით 100 კონტეინერ მზიდიც. Ამ კონფლიქტის გამო მსოფლიო საკონტეინერო ფლოტის დაახლოებით 10% გაჩერებული არის განაცხადა ნიქსონმა ლონგ-ბიჩში გამართულ TPM 26 კონფერენციაზე. დღეს ასევე დილიდან უნდა მოგიყვეთ რამდენიმე მაგალითი თუ რა მნიშვნელობის არის მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის ისეთი ობიექტები და დარგები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს და რა კოლოსალური დანაკარგები მოაქვს მათზე სამხედრო შეტევებს. მაგალითად, ორმა ირანულმა დრონმა, რომელსაც შაჰედების სახელით იცნობს საზოგადოება, მსოფლიო თხევადი გაზის მეხუთედი, ანუ 20% ის მიწოდების გარეშე დატოვა მან და მას შემდეგ რაც დრონებით თავდასხმისას გააჩერა მუშაობა ყატარის Qatar Energy, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ შორის როგორც აზიური, ასევე ევროპის ბაზრების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თხევად აირზე და ისიც რომ იცოდეთ აქვე საქმიანმა მაყურებლებმა კატარი მათ შორის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე არის მსოფლიოში თხევადი აირის მომარაგებით და აზიის ბაზრების 82%-ის მომარაგება სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. სხვათა შორის დიდად არ დატირაჟირებულა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა თითქმის სრულად გააჩერა ნავთობის მოპოვება ერაყის კურდისტანში და ასევე დახურული არის რამდენიმე გაზის მომპოვებელი საწარმო ისრაელშიც. რამაც თავის მხრივ შეზღუდვა მიწოდებები შეზღუდა ეგვიპტეში ნავთობის გატანასაც. იმასაც აქვე მოგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა გააჩერა მათ შორის ქვეყნების უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის 500,000 ბარელზე მეტს ამუშავებდა ომის დაწყებამდე და ზუსტი თარიღი თუ როდის ამუშავებდა რასტანურას ქარხანა ამ დროისთვის თავისთავად არავინ იცის. გარდა იმისა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ენერგო კომპლექსი საამიროების სამეფოში, იმავდროულად ის ასრულებს საექსპორტო ტერმინალის ფუნქციასაც და მთავარი ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ჰორმუზის სრუტე არის ჩაკეტილი, რომელიც მსოფლიო ნავთობის ნაკადების მეხუთედს ატარებდა და იქ გასვლა არის ახლა ამ დროისთვის უკიდურესად სარისკო, რამაც ბოლო 3 დღეში ნავთობის ფასი ამის $80-ზე და უფრო მაღალ ნიშნულზეც კი აიყვანა. არ ვიცი, მათ შორის იცოდით თუ არა, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტის დაუგეგმავი დახურვაც, ან რეისების გაუქმება საამიროების ეკონომიკას წუთში დაახლოებით $1,000,000 უჯდება. ანუ 24 საათში შეფერხება შესაძლოა, რომ $1,000,000,000-ზე მეტ დაკარგულ ეკონომიკურ აქტივობათაც კი ითარგმნოს და აი ამის შესახებ დუბაის ოფიციალური პირები უკვე საუბრობენ. დიახ, წუთში $1,000,000 შემოსავალი. ეს არის როცა გამართული და ჭეშმარიტად საკომუნიკაციო ჰაბი ხარ და არა მარტო სიტყვითან ქაღალდზე ჰაბი. და უფრო დეტალებში რომ შევიდეთ შედარებისთვის, ეს აეროპორტი ჩვეულებრივ დღეში 1000-ზე მეტ რეისს ემსახურება. მასშტაბები არის უზარმაზარი. DXB 2025 წლის პირველ კვარტალში 23,400,000 მგზავრს მოემსახურა, რაც დღეში დაახლოებით 260-დან 270,000-მდე მგზავრს უტოლდება. მიმდინარე წლის 3 იანვარს კი აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის თითქმის 400,000-მდე მგზავრი მიიღო ერთ დღეში. როდესაც ეს ნაკადი ჩერდება, მასთან ერთად ცხადია, რომ იკლებს აეროპორტის მოსაკრებელიც, duty free-ს გაყიდვები და თავისთავად კომერციული შემოსავლებიც. ეპიცენტრში ამ ყველაფრისა, რაზეც ნინი გესაუბრებოდათ, დგას ავიაკომპანია Emirates-ი. კომპანიამ 2025-2026 წლებში 65.5 მილიარდი დირხამის შემოსავალი დააფიქსირა. ანუ თუ მგზავრთა ნაწილს ბილეთებს გადაუცვლიან და თანხას დაუბრუნებენ, მთავარი საავიაციო ჰაბის სრული დღით გაჩერება ამ დღიური ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილს საფრთხის ქვეშ აყენებს. ცხადია და სხვა შორის იგივე ვრცელდება Fly Dubai-ს და ასე მეტი უცხოურ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით, რომლებიც დუბაის კონტინენტებს შორის ეს ვთქვათ დამაკავშირებელ ხიდად იყენებენ და Fly Dubai-ც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაბი არის ამ კუთხით. დუბაის ოფიციალური პირები აქამდე საუბრობდნენ, რომ DXB
ანუ დუბაის საერთაშორისო აეროპორტის დაუგეგმავი დახურვა ყოველ წუთში დაახლოებით მილიონი ჯდება თუ გავითვალისწინებთ რომ ჯაჭვურ ეფექტს ავიაკომპანიებზე, თვირთებზე, ტურიზმსა და ადგილობრივ ბიზნესზე ქმნის ზუსტად აეროპორტი და თუ იმას განვიხილავთ, ასე ვთქვათ, როგორც საზომს და არა ასე ვთქვათ, ზუსტ მაჩვენებელს 24 საათიანი შეჩერება შეიძლება რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარადაც თუ მილიარდ დოლარზე მეტად არ იყოს და შეფერხებული, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ აქტივობად ითარგმნოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ავიაციის წილი დუბაიში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მეორე ხარისხოვანი სექტორი დანამდვილებით ამ ქალაქისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. მას პროფესიონალი მენეჯერები მართავენ ავიაციას, რომელთანაც სახელმწიფოს ხედვასთან და სახელმწიფოს პოლიტიკასთან აქვს პირდაპირი კავშირი. და დიახ, ამიტომაც ავიაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არც მეტი და ნაკლები შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ერთგვარი ხერხემალიც არის. სხვათა შორის ემირეიტსმა ჩაატარა რამდენიმე წლის წინ, 2-3 წლის წინ იყო ეს ამბავი სპეციალური კვლევა, სადაც 2023 წელს ავიაციამ ეკონომიკაში 127 მილიარდი დირჰემი შეიტანა. ეს შემობატონო არის დაახლოებით 27 მილიარდ ნახევარი დოლარი, რაც დუბაის მთლიანი შიდა პროდუქტის არც მეტი და ნაკლები 27%-ია. წარმოიდგინეთ და რომ შეგექმნათ შტაბ-ბიჭდილება 630,000 სამუშაო ადგილს ქმნის ჯამურად მარტო აი ეს ერთი დარგი, ანუ ავიაცია. წარმოიდგინეთ რა დონეზე არის ის განვითარებული, როცა დარგი არის ჩავარდნილი ხელში, არა რაღაც მეორე ხარისხოვანი კორუმპირებული მენეჯერების, არამედ რეალური მმართველების და პროფესიონალების. ჩათვალეთ, რომ თითქმის ყოველი მესამე სამუშაო ადგილი არის დაკავშირებული სწორედ აი ამ ჯაჭვთან და შემდგომ უკვე ამას ყველაფერს მოყვება საცალო საბითუმო ვაჭრობა, რომლის დიდი ნაწილიც უკვე ვიზიტორების ნაკადზეა დამოკიდებული, რაც ცალკე აღებული კიდე მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს შეადგენს. მოკლედ, ამას ყველაფერს რომ გადავხედოთ და დამატებით შევხედოთ რა ხდება საფონდო ბაზრებზე, პრინციპში 28 თებერვალს დაწყებულ ომზე ბაზრებმა რეაგირება უკვე დაიწყეს. დარტყმების შედეგად ყველაზე ცუდ დღეებში დუბაის მთავარი საფონდო ინდექსები დაახლოებით პროცენტით, მაქსიმუმ 2%-ით დაეცა, რაც დაახლოებით 4-5 მილიარდის ეკვივალენტია მინუსში, რადგან ინვესტორები ავიაკომპანიების, დეველოპერებისა და ბანკების შემოსავლებს თავიდან აფასებენ. ამ ეტაპზე ზარალის დიდი ნაწილი შეფერხებული განრიგებითა და დაძაბული ეს ფინანსური ბალანსებით იზომება. საბერძნეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ამასობაში ირანის სასარგებლოდ შესაძლო ჯაშუშობის ეჭვის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს. საუბარია 36 წლის პირზე, რომელიც სპეცსამსახურებმა კრეტაზე მდებარე სუდა სამხედრო საზღვაო ბაზის სიახლოვეს არაერთხელ შენიშნეს. ის შეერთებული შტატების ლეგენდარული ავიამზიდის ჯერალდ ფორდის გადაადგილება საკვირდებოდა, ამას ყველაფერს აღბეჭდავდა ფოტოებზე. საქართველოს მოქალაქე, როგორც გითხარით, ეჭვმიტანილის სტატუსით უკვე დაკითხულიც არის და სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით მამაკაცი საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურეობის მეთვალყურეობის ქვეშ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მისი დაკავება ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისთანავე მოხდა. გამომძიებელთა თქმით მოპოვებულია მტკიცებულებები, რომელიც ჯაშუშური საქმიანობის ეჭვებს ამყარებს, თუმცა აღმოჩენილი მასალების დეტალები ამ ეტაპზე არ საჯარავდება. საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა კავშირი იყოს 2025 წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტთან, როცა სუდას ბაზაზე ჯაშუშობისთვის მაშინ აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. ბერძენი ძალოვანები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შემთხვევები შესაძლოა დაკავშირებული იყოს უფრო ფართოქსელთან, რომელთა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ეს ორგანიზაციის მითითებით მოქმედებს და ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა სხვათა შორის კვიპროსზეც, სადაც დაკავებული პირი სამხედრო ობიექტების გადაღებაში იყო ეჭვმიტანილი და სასამართლო დოკუმენტების მიხედვით კავშირი ჰქონდა ირანულ სტრუქტურებთან. ხო, რაც შეეხება ირანს და სპეცოპერაციას, რომელიც ამერიკისა და ისრაელის სპეცსამსახურებმა ერთობლივად განახორციელეს, საგულისხმო ამბავი მოგვიყვა
ირანის პირველი პირის და 2 ათეულამდე სამხედრო პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციაზე გავლენიანმა გამოცემა Financial Times-მა გამოცემის თანახმად შეერთებული შტატები და ისრაელიც გადამწყვეტ საინფორმაციო უპირატესობას ფლობდნენ თვალთვალის და ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. მაგრამ მიუხედავად მაღალტექნოლოგიური და საინფორმაციო უპირატესობისა, გადამწყვეტი მაინც ჰამენეის გარემოცვაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩანერგილი აგენტი იყო. Financial Times იხუება, რომ ისრაელის დაზვერვას წვდომა ჰქონდა ელექტრონული დაზვერვის მონაცემებზე თეირანში საგზაო მოძრაობის თითქმის ყველა კამერა. წარმოიდგინეთ, თითქმის ყველა კამერა მრავალი წლის წინ ჰაკერულად იყო გატეხილი. მათი გამოსახულებები იშიფრებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და თელ-ავივში მდებარე სერვერებზე იგზავნებოდა. ერთ-ერთი კამერა ისე იყო დამონტაჟებული, რომ შესაძლებელი ყოფილიყო, წარმოიდგინეთ, იმის დადგენა, თუ სადაჩერებდნენ ირანის მაღალჩინოსნები და ქვეყნის ხელმძღვანელები თავიანთ პირად თუ სამსახურებრივ ავტომობილებს და როგორ გადაადგილდებოდნენ. ეს ყველაფერი მარშრუტების სახით აღირიცხებოდა. ასევე ხორციელდებოდა დეტალური დაკვირვება ირანის პირველი პირების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კომპლექსი, სადაც ჰამენეი და მისი გარემოცვა იმყოფებოდა, იყო მუდმივი დეტალური დაკვირვების ქვეშ და ბრიტანული გამოცემა წერს ღიად და დაუფარავად, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურებმა თეირანის ქუჩები, წარმოიდგინეთ, იმაზე უკეთ შეისწავლეს, ვიდრე მათი მშობლიური იერუსალიმი გახდათ და ზემოხსენებული უბრალოდ კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპეცსამსახურების და დაზვერვის მაღალი დონე ომის პირობებში. ომი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ჯარი, артиლერია და ფლოტილია, ის აუცილებლად თუ პირველ რიგში არის დაზვერვა და რა თქმა უნდა კიბერდაზვერვა აქ უპირველეს პოზიციებზეა. ისრაელმა ასევე შეძლო კომპლექსის მახლობლად მდებარე ქუჩებზე განლაგებული დაახლოებით 10 სატელეფონო ანძის ცალკეული კომპონენტების გათიშვარის გამო ტელეფონზე ზარისას ნომრები აჩვენებდნენ დაკავებას. შესაბამისად, ჰამენეის მცველებს სატელეფონო ზარების ნებისმიერი შესაძლო გამოყენების მიღების საშუალება არ ჰქონდათ და ამ რთული ალგორითმების გამოყენებით ირანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე დაკვირვების პირად საქმეებში დამატებული იყო ინფორმაცია მათი მისამართების, სამუშაო გრაფიკის, მიმავალი მარშრუტების, მოკლედ ყველაფერი თუ ვის იცავდნენ, ვის, როდის და სადაც ილებდნენ როგორც წესი. ეს შეგროვებული მონაცემი მიუთითებდა, რომ შაბათს ჰამენეისთან იყო დაგეგმილი შეხვედრა და აი ამ გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა მაღალი რანგის ოფიციალური პირების თავშეყრა, მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილ სადაზვერვო ინფორმაციასთან ერთად ამერიკელებს უკვე უმთავრესი წყარო ჰქონდათ, ეს არის ადამიანური წყარო, ანუ ჩანერგილი აგენტი, რომელიც იყო ამერიკის სპეცსამსახურების ინფორმატორი. ჰამენეის უშუალო გარემოცვაში, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ შაბათს ხდებოდა სამუშაო საოზმის ორგანიზება ჰამენეის რეზიდენციაში თეირანში, პასტერის ქუჩაზე. საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით მიიღო დონალდ ტრამპმა და შეერთებული შტატების მიერ კიბერსამხედრო ძალებმა სრულად დაუჭირეს მხარი ისრაელის წელწილოვან დარტყმებს და თეირანის დაბომბვას. კონკრეტულად ირანის ლიდერის რეზიდენციაზე 30 სხვადასხვა ტიპის ბომბი ჩამოაგდეს, რამაც პრაქტიკულად უშანსოდ დატოვა. იქ სულიერი დარჩენილი იყო საერთოდ ცოცხლად, თუმცა გამოცემა წერს, რომ ორმაგად, ანუ ისრაელის და ამერიკის სპეცსამსახურების ინფორმაციით გადაზღვეული ეს სამხედრო ოპერაცია ორმაგად კი იყო გადაზღვეული, მაგრამ ეს ტექნიკური გადაზღვევა იყო. იქ იყო კიდევ მესამე უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ეს იყო ინფორმატორი, რომელმაც საბოლოოდ გასცა ყველა დეტალი აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით. მოკლედ ღირს გავიხსენოთ ისტორია და მადლობა ამ შეხსენებისთვის Financial Times, რომ ირანის მიმართულება, მოსადის, ანუ ისრაელის სპეცსამსახურების აქცენტირება ირანის მიმართულებაზე 25 წლის წინ დაინერგა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონისგან, რომელსაც პირველ შედეგად მოყვა ჰეზბოლას წინააღმდეგ განხორციელებული გახსოვთ ალბათ ჩვენს მიერ გადმოცემული ეგრეთ წოდებული პეიჯერების ოპერაცია, რამაც სამხედრო დაჯგუფების უმამრავი ლიდერი შეიწირა. მოკლედ ასე, მადა ჭამაში მოდისოთ ციტირებს გამოცემა მოსადის მაღალჩინოსნებს, რომელთაც კომენტარი გააკეთეს გამოცემის ამ არაჩვეულებრივი სტატიისთვის.